მოგესალმებით, ეთერში რადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც მოყურებს ტელეკომპანია პალიტრი ნიუსის ეთერით. ჩვენ გაცემის πρώτ ნაწილში უკრაინის საკითხზე ვისაუბრებთ. კვლავ, როგორც ისეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხებზე მოლაპარაკებები დღეს ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართებოდა. შემდეგ უკვე Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონში უკრაინის აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შორის შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინაში სრული და უპირობო ცეცხლის მიღწევის გზებს განიხილავენ. თუმცა მანამდე სხვადასხვა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია თუ როგორი იყო ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად ასე ერთ-ერთი გამოცემა აქსიოს წერს, რომ დონალდ ტრამპის წინადადების თანახმად რუსეთი მიიღებს აშშ-ის მიერ ყირიმზე რუსეთის კონტროლის დე-იურე აღიარებას, რუსეთის მიერ ოკუპირებული თითქმის მთელი ლუჰანსკის ოლქისა და დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილების დე-ფაქტო აღიარებას. პირობა იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, თუმცა უკრაინა შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს. 2014 წლის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროში. ამ გეგმის თანახმად უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების სანდო გარანტიები, ევროპის ქვეყნების სპეციალური ჯგუფის, ასევე არაევროპული ქვეყნების პოტენციური მონაწილეობით რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის მცირე ნაწილის დაბრუნება, მდინარე დნეპრის შეუფერხებელი დინება, კომპენსაცია და დახმარება აღდგენისთვის, თუმცა დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული, საიდან მოხდება ამის უკაცრავად დაფინანსება. ასევე გეგმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხსაც მოიცავს, კერძოდ იგი კვლავ უკრაინის ნაწილად განიხილება, თუმცა მას ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს და ელექტროენერგიას როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მიაწვდის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გეგმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვოიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან 11 აპრილს გამართული 4 საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ შეიმუშავა. თუმცა როგორც იცით, ამ თემაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ზელენსკიმ უკვე გააფიქსირა პოზიცია და თქვა, რომ არანაირი ყირიმს ის არ აღიარებს რუსეთის ნაწილად და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არ ჩავიდოდა ლონდონში და ეს შეხვედრა გადაიდო. JD Vance, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ამ თემებთან დაკავშირებით ამბობს. დროა უკრაინამ და და რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებაზე დიახ თქვან. ან ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესიდან გავაო, განაცხადა მან. JD Vance-ის განცხადებით უკრაინასა და რუსეთს გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევთ. ფიქრობ, ამჟამინდელი ხაზები მათთან ახლოს, საბოლოოდ კონფლიქტში ახალი ხაზები იქნება. გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ. მისი თქმით, კვლელობების დასასრულებლად ორივე მხარემ იარაღი უნდა დაყაროს, ეს გაყინოს და ისინი უკეთესი უკრაინისა და რუსეთის ნამდვილად აშენების საქმეს უნდა შეუდგნენ. ამასაც მესმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამ თემაზე ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მივესალმებით მას, გამარჯობა გიორგი. გამარჯობა ბერა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბუნებრივია ხო თავის ლაბარაკო თემა არის ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რამდენად რეალურია, რამდენად დათანხმდეს ამას უკრაინა, თუ რა უნდა ქნას, იმიტომ რომ აქეთ მხარეს არსებობს არგუმენტები, რომ უკრაინა ომს ვერ იგებს და აბა მაშინ რა ვქნათ. რა უნდა ქნას? შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? პირველ რიგში დავუშვოთ, რომ ეს ომი არ გულისხმობდა იმას, რომ უკრაინა გამარჯვების საკითხი დგას დღის წესრიგში. არ დამარცხების საკითხი იდგა პირველივე დღიდან, რადგანაც რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა, თქვენ გახსოვთ, რომ გულისხმობდა 3 დღეში უკრაინის მთელ ოკუპაციას, დედაქალაქის მათ შორის ოკუპაციას. შესაბამისად, უკრაინისთვის გამარჯვება უკვე არის არ წაგება ამ ომში და წინააღმდეგობის გაწევა. ამ ფონზე ის ეხლა რა გეგმაც გააჩნია ტრამპს და რა შემოთავაზებაც, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ერის, არ ამგონია, რომ ეს მარტო პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებაა, როგორც ვხედავთ, მთელი უკრაინელი ერი პრინციპში ამას ხარს უჭერს, რომ სულიად მიუღებელი არის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის გავრცელებას, ანუ იურიდიულად დე-იურე ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობა. ეს არის ძალიან პრობლემური საკითხის სრამდვილეში. ანუ გამოდის
ჰელსინკის აქტის შემდეგ, ეუთოს ჩამოყალიბების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის და გაეროს ჩამოყალიბების შემდეგ პირველად საზღვრების შეცვლა ძალის მეშვეობით, კოსოვოს შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით, სადაც სრულიად სხვა ადამიანის უფლებების შელახვის პროცესი მიმდინარეობდა, პრაქტიკულად ძალის მეშვეობით საზღვრების ცვლილების აღიარებას ითხოვს შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მეთაურობით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, ეს არის კატასტროფული ევროპული უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ პრაქტიკულად რუსეთის მიერ ძალის გამოყენების ლეგალიზაციას ახდენს და მე ვფიქრობ, უკრაინის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა დაგვაწყდეს, რომ ჩვენი ზოგადად პოზიციები შეერთებული შტატების მიმართ არის დაფუძნებული ფასეულობებზე და ღირებულებებზე. და დღეს როცა შეერთებული შტატების პოზიცია, დონალდ ტრამპის პოზიცია არ პასუხობს თავად შეერთებული შტატების ღირებულებებს, ჩვენ კი არ ვუჭერთ მხარს ამ პოზიციას ზოგადად, არამედ ვუჭერთ მხარს ისევ ღირებულებებს. თუ დგამ ღირებულებებს სადარაჯოზე დღეს დგას მხოლოდ გაერთიანებული სამეფო ევროპა და დასავლეთის შეერთებული შტატების გარეშე, ესე იგი უკრაინაც და ჩვენც ვიქნებით სწორედ ამ მხარეს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მე რომ სწორედ ამით განსხვავდება შეერთებული შტატები და დასავლეთი და პროდასავლურად განწყობილი ადამიანები განსხვავდებიან პრორუსულად განწყობილი ადამიანებისგან. ჩვენთვის არ არის აპრიორი შეერთებული შტატების პოზიცია სწორი თუ ის არასწორია, ზუსტად იგივე ზუსტად ამას ვიტყვით, რა თქმა უნდა, რომ ის არის სწორია და ამ შემთხვევაში რაც შეეხება ამ ყირიმის თემას, ნუ ბევრი ფიქრობს, რომ რადგან უკვე ფაქტობრივად ყირიმი 2014 წელს წაიღო რუსეთმა, იქ ფაქტობრივად უკვე ამდენი წელია სრულად აკონტროლებს, პლუს ეს ყირიმი 56 წლამდე ისედაც რუსეთის იყო და მე ხრუშოვმა გადასცა უკრაინას, დასავლეთშიც არის ხალხი, ის ფიქრობს, რომ ყირიმზე ოკეი არის, ასე ვთქვათ, პრეტენზიები რუსეთის და ანუ ლეგიტიმური არის და აქედან გამომდინარე, ყირიმს მაინც ვეღარ დაიგნოს უკრაინა და ჯობია რუსეთს რაღაცა მივცეთ, რომ თვად ისე რაღაცა მიიღოს რუსეთმა, რომ მე უკან დახევა არ გაუჭირდეს. ვიდრე ვთქვათ, აი ყველაფერი ან არაფერი ეს თამაში ითამაშოს უკრაინამ. შენ რას ფიქრობ? ჩვენ ხო გვესმის, რომ ეს არანაირად არ გამოიწვევს რუსეთის უკან დახევას. რუსეთი უბრალოდ უკან არიხევს და ყირიმის აღიარება ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემას რეალურად, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვუყურებთ ამ პრიზმით, მაშინ ძალიან ბევრ ტერიტორიაზე შეიძლება ქონდეს რუსეთს ამბიცია ბალტიისპირეთზე, რატო არა? რატო არა მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე, ცენტრალურ აზიაზე გარკვეული მიმართულებით და ასე შემდეგ. ანუ აქ მოლდოვაზე დნესტრისპირეთის საკითხიც დგას და შეიძლება თქვას, რომ ეს იქ ასევე რუსულენოვანი მოსახლეობა, ანუ ძალიან სერიოზული პრობლემა არის ყირიმზე გავრცელება რუსული სუვერენიტეტის დე იურე. და ამავდროულად ეს პრობლემა არის შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ შეერთებული შტატები თუ საერთაშორისო სამართლის პრიზმაში ამ საკითხს არ უყურებენ, დარწმუნებული ვარ და ხედავთ რომ არსებობს. ჯი დი ვენსი ამბობს, რომ ორივე მხარეს მოუწევს ტერიტორიების დათმობა. ჯი დი ვენსი რომ ათანაბრებს მსხვერპლს და თავდასხმის ინიციატორს, აგრესორს და მსხვერპლს, მათი ლოგიკით მაშინ შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შედეგებიც და პროცესის შეცვალო, იმიტომ რომ იქაც იყო ერთი აგრესორი და მსხვერპლი მაგალითად და შეიძლება გაათანაბრო შეერთებული შტატების პოზიციაც მეორე მსოფლიო ომში, რადგანაც არ იყო შუამავალი ფაშისტურ გერმანიას შორის. ანუ არასწორი პოზიცია არის აპრიორი, ტრამპს თავისი მიზნები აქვს იქ და ზოგადად ის რომ ერთი მხრივ ტრამპი სთავაზობს ასეთ პირობებს, მეორე მხრივ პრაქტიკულად ითხოვს უკრაინისგან ეკონომიკური სუვერენიტეტის დათმობას, ხო, პორტებზე არის საუბარი, მინერალებზე შეთანხმების, ანუ პრაქტიკულად დაახლოებით ტრამპი აწარმოებს იგივე პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რას პოლიტიკასაც აწარმოებს რუსეთი. და რეალურად ჩვენ თუ გადავხედავთ რუსეთი რაშიც ადანაშაულებდა ამერიკას აქამდე, რომ ამერიკას უნდა კოლონიალური პოლიტიკის წარმართვა და რეალურად ქართულ ოცნებასაც თუ შევხედავთ, იგივე განცხადებები აქვს, ხო, ამერიკის მიმართ და ასე შემდეგ. დღეს ტრამპის პირობებში, როცა ამერიკა მართლაც ჩანს, რომ მისი განცხადება ხო უნდა რომ პრაქტიკულად მიითვისოს უკრაინის წიაღისეული. ჩვენ ხედავთ რომ უკრაინა კი არ არის ვასალი ამ შემთხვევაში, რასაც ქართული ოცნება ამბობს მაგალითად. არამედ პირიქით წინააღმდეგობას, ანუ ზელენსკი იცავს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და ამ შემთხვევაში ამბობს რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს უკრაინას. ერთი უკრაინის თავისი წარმოება აქვს შეერახებული შესაძლებლობის 10-ჯერ მეტი ვიდრე ომი რომ დაიწყო.
პლუს ამას ემატება ევროპელების და გაერთიანებული სამეფოს ევროპის ნაწილი არის და სხვა ქვეყნების სამხრეთ კორეა ასე შემდეგ ვინც ხარს უჭერს კერძო თვითონ უკრაინაში შეიარაღებული შესაძლებლობის გაძლიერებას რა თქმა უნდა ევროპაში ხედავენ რომ ეს ზემოქმედებას ახდენს ბალტიისპირეთის პოლონეთის უსაფრთხოებაზე მშვენივრად ხედავენ ეხლა რომ საქართველოზე და სომხეთზე სადაც მათი უსაფრთხოების ჩარჩო ასევე ჯდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები არის საქართველოში და სომხეთშიც ეს ზემოქმედებას ახდენს და შესაბამისად თუ ევროპა არ იქნება ძლიერი პოზიციების მქონე აქ მაშინ ევროპა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მარცხს განიცდის ამიტომ მე ვფიქრობ რომ ევროპა რომელიც არანაკლებად შეძლებულია შეერთებულ შტატებზე კიდე დემოგრაფიით მეტიც არის და ეკონომიკური პოტენციალით ძალიან არ ჩამორჩება 17 ტრილიონი დოლარის შესაძლებლობით ევროპა დღეს შეიძლება იყოს გამოსავალი იმისა რომ დროებით მაინც არამ შეერთებულ შტატებში მე იმედი ანუ თუ ეხლა მაგალითად რასაც ჯიდი ვენსი ამბობს და ხო რუბიომაც თქვა რომ მაშინ გავა მოლაპარაკებებიდან შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებიდან გასვლა ნიშნავდეს იმას რომ თქვა უკრაინას სამხედრო დახმარებასაც აღარ მიაწვდის ხო მე რა ხდება კიდევ ერთხელ ეს საკითხი მრავალი მხრივ შეიძლება გადაწყდეს თუ საუბარია იმაზე რომ შეიარაღების მიწოდებაზე პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ტრამპი ისედაც უფასოდ ამის გაკეთებას აღარ აპირებდა მერკანტილისტურად უყურებს მაინც და მაინც ამას როგორც ბიზნესს. შესაბამისად თუ ფინანსების საკითხი არის, ევროკავშირი საკმარისად შეძლებულია რომ ამერიკული შეიარაღება შეიძინოს თავისთვის და თავისი შეიარაღება გადასცეს უკრაინას. ანუ ტექნიკურად ვინ გადაიხდის ამ იარაღის თანხას ეს მეორე ხალისხოვანი არის ნამდვილად და ის რომ შეერთებული შტატები არ შეწყვეტს ევროპისთვის იარაღის მიყიდვას როგორც მთავარი მოკავშირე ეს ხო ფაქტია. პლუს ამას ევროპული სამხედრო ინდუსტრიაც ახლა ვითარდება და ევროპელებს საერთოდ ახლა სერიოზული შეშფოთება აქვთ ტრამპის რიგ განცხადებასთან დაკავშირებით კანადასაც მაშინ F-35 პროგრამის ფარგლებში ფიქრობენ რომ შეიძლება ევროპული ევროფაიტერის პროგრამის გავრცელება იყოს საერთოდ პრიორიტეტული და ევროპული ტიპის სისტემები კონდეთ სამხედრო რომელიც ხება ალტერნატივა ეს არის ძალიან კარგი ჩვენ გვჭირდება ასეთი სუვერენი ევროპაშიც იმიტომ რომ ჩვენი ადგილიც უკრაინასთან ერთად არის სწორედ ეს სუვერენული ევროპა და კიდევ ერთხელ ევროპას გააჩნია საკმარისზე მეტი შესაძლებლობა 500 მილიონიანი მოსახლეობით და 17 ტრილიონი ეკონომიკით ეს საკმარისია საუბარი იმაზე არის უბრალოდ რომ მათ სოციალურ კეთილდღეობაზე ქონდათ აქცენტი და ნაკლებად შეიარაღებული ძალების შესაძლებლობაზე ეს უნდა შეიცვალოს და ეს შეიცვლება ხო ანუ ამერიკის გასვლის გარეშეც თქვათ შეძლებს ევროპა დღეს დაეხმაროს უკრაინას ისე რომ ომი გააგრძელოს ხო მაგრამ მე სად მიდის ეს ამბავი ანუ თუ უკრაინას ამ ეტაპზე ფრონტზე ვერ აღწევს წარმატებას რამდენი ხანი უნდა გააგრძელოს ომი ხო ტრამპი და ეს ჯიდი ვენსიც ამაზე აკეთებენ აქცენტს რომ კვლელობები რამდენი ხანი უნდა გააგრძელდეს ხო არ დრო რომ შეწყდეს ეს ყველაფერი და აი აქედან უდგებიან უფრო თითქოს ესეთ ჰუმანიტარული მხრიდან და იმ მხრიდან რომ არ ჩანს პერსპექტივა ვთქვათ რუსეთის დამარცხების ძალიან უცნაურია კიდევ ერთხელ რომ ტრამპი ესეთ პოლიტიკას აწარმოებს იმიტომ რომ მეორე მხრივ ისრაელში ჩვენ ხედავთ მის უპირობო მხარდაჭერას და რატომღაც საერთოდ არ აღელვებს მაგალითად ის მსხვერპლი რომელიც არის ლიბანში ჰეზბოლასთან ბრძოლის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის მსხვერპლი რომელიც არის იემენში როცა ებრძვიან ტერორისტულ ორგანიზაციას ჰუსიტებს იქ რომელიც შეიძლება იყოს ირანში როდესაც პირდაპირ ამბობს თავდასხმაზე რატომ იმიტომ შეერთებულ შტატებს იქ ესმის რომ საფრთხე არის ძალიან სერიოზული მასშტაბური და ამ საფრთხეს წინ უნდა აღუდგე უცნაურია რომ უკრაინის შემთხვევაში ტრამპს აქვს ესეთი პოლიტიკა ეს აზიანებს რა თქმა უნდა ევროპულ უსაფრთხოებას აზიანებს შეერთებული შტატების გლობალურ ლიდერობას აზიანებს ნდობას შეერთებული შტატებისადმი როგორც თავისუფლების და დემოკრატიის ძირითადი ქვეყნისადმი და შესაბამისად თუ ეს პოლიტიკა არ შეიძლება რა თქმა უნდა დასუსტდება მდგომარეობა მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ უკრაინას ალტერნატივა არ გააჩნია და დღეს თუ ვნახავთ ბოლო 1 წლის სტატისტიკა და მდგომარეობა ფრონტის ხაზი დგას ძალიან დიდი ხანია დგას შესაბამისად უკრაინა მათ შორის ბევრი რესურსი გააჩნია უკრაინას, მაგრამ ამ რესურსებს არ ხარჯავს უკრაინა აქტიურად. რატომ? იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი, ყველაზე საზიანო პროცესი იქ არის, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური ან შაჰიდებით, დრონებით არტყავს რუსეთი რეალურად. თორე ფრონტის ხაზზე ის რაც ხდება, არის სტაბილური სტატუს კვო.
და ის ყველაზე მომგებიანი არის ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამის ალტერნატივა არის დაკანონება რუსეთისთვის და თან თუ ომი გაჩერდება შესაძლებლობის მიცემა რუსეთისთვის რომ გააძლიეროს საკუთარი შეერაღებული ძალები და მოდით არ დაგვეცეს 2014 წელს რომ მოხდა ყირიმის ოკუპაცია დე იურე და დონბასში დე ფაქტო ანექსია ტრამპი იყო პრეზიდენტი მერე მაგის შემდეგ და ძალიან კარგათაც 16-დან და ძალიან კარგათაც უკვე ოკუპირებული ტერიტორიები იქ დახვდა და არაფერი არ გააკეთა იმისთვის რომ პრობლემა მოეგვარებინა და რას აკეთებდა 2014-დან 2022 წლამდე რუსეთი 8 წელი ემზადებოდა ახალი თავდასხმისთვის. მე ვფიქრობ, რომ რეალური გეგმა იყო 2014-ში ამის განხორციელება და სავარაუდოდ ქართული ოცნებაც უკვე იმ დროიდან დაიწყებდა რუსეთისკენ ამ პოლიტიკის ცვლილებას, თუმცა 2014-ში რატო ვერ შეძლო რუსეთმა დონბასში? ძალიან მარტივი პასუხი არის, იმიტომ რომ იმ დროს რუსეთის ჯარი კიდევ უფრო უარეს ვითარებაში იყო. გაიაზრეს ეს და 8 წლის განმავლობაში მოიგზავნენ, თუმცა მაინც კატასტროფა დახვდათ რუსებს, მაგრამ საბოლოო ჯამში 8 წელი ჰქონდათ და თუ ნახავთ შოიგუს იქ პოლიტიკას ემზადებოდნენ ამისთვის და სწორედ ამიტომ ჩემი აზრით უბრალოდ ქართული ოცნების ეს გადახვევა რუსეთისკენ უბრალოდ დროში გაიწელა. ასაგებია, რო განვიხილოთ სხვა პირობებიც, რომელიც არის ამ ტრამპის გეგმაში, ხო? გარდა ყირიმის, ყირიმის ფაქტობრივად, მაგრამ იქ მე როგორც ვიხდი, უკრაინას არ თხოვს რომ ყირიმი აღიაროს, საუბარია რომ ამერიკა აღიარებს ყირიმს. თუმცა ეს თუ შეთანხმების ნაწილია უკრაინაც გამოდის რომ ირიბა და შესაბამისად ახლა ამერიკა თუ აღიარებს, დიდი ლეგიტიმაცია იქნება, ხო, საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს. მაგრამ აი შეხება ფრონტის ხაზის გაყინვას. ეს რას აძლევს ამ შემთხვევაში უკრაინას? რუსეთს რას აძლევს გავიგეთ? იმიტომ რომ ის ითხოვს ამის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას. სანქციების მოხსნა ეს არის დიდი ამოსუნთქვა, ხო, ეკონომიკური თვალსაზრისით და სხვა საშუალებით. ხო, უკრაინას კი ბატონო შეისვენებს ომისგან, ამას აძლევს, რა თქმა უნდა, უკრაინას მშვიდობა დამყარდება, მაგრამ მე როცა რუსეთი ამოისუნთქავს სანქციებიდან რამდენად იქნება საკვარისის გარანტიები, რასაც აძლევენ უსაფრთხოებს, ხო, იქ რაღაც ბრიტანული ჯარი განთავსდება, ფრანგული ჯარი და ასე შემდეგ. რომელზეც არ იქნება ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად ნატოს მეხუთე მუხლი გამოდის რომ არ გავრცელდება და გამოდის რომ ჩვენ ანუ თუ ესეთი პროცესი მოხდება, თუნდაც თუ ამოვიღებთ იქედან ყირიმის დე იურე აღიარებას, რაც უკვე წითელი ხაზია და უკრაინა თქვა რომ ეს არა, მაშინ გამოდის რომ ომი გაჩერდება დროებით, რუსეთი გაძლიერდება და მოემზადება ახალი ომისთვის, უკრაინაც გაძლიერდება და მოემზადება ახალი ომისთვის, ბრიტანული და ფრანგული ჯარები იქ უბრალოდ იქნება ტრიგერი, როდესაც ახალი ომი განახლდება და ეს არის ძალიან ბუნებრივი საკითხი, მაშინ იმ მომენტში უბრალოდ გასაგები, ანუ თავარი კითხვა იქნება ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთვებიან თუ არა და შეერთებული შტატები ტოვებს ლავირებას იმისა რომ არ ჩაერთოს და მარტო ევროპული ომი გამოვიდეს აქედან. რამდენად ეს არის მომგებიანი ვინმესთვის, რამდენად ეს არის კონფლიქტის გადაჭრა, დროებითი ზავი თუ არის? თეორიულად ესეთი ზავი შეიძლება იყოს მისაღები უკრაინისთვისაც, თეორიულად, მაგრამ ყირიმის დე იურე კი ბატონო, ხო, მინდა გაჩერება ცეცხლის შეწყვეტა, ამაზე თანახმოვარი ერთვიანად ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ამ ცეცხლის მე უკრაინის პოზიციას აქ არ მესმის როგორია სანქციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ ეს ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა რუსეთის მხრიდან, რასაც უკრაინა ითხოვს, რომ უპირობო შეწყვეტა, აი პირდაპირ არა ყოველგვარი პირობების გარეშე გავჩერდეთ ერთი თვით. ეს გულისხმობს თუ არა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, ანუ ამის სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვს სანქციების მოხსნას. თუ ამას მოითხოვს, ხო, მე რა მოხდება ამაზე არის საუბარი, როცა რუსეთი მოძლიერდება. სავარაუდოდ სანქციების მოხსნა მოხდება, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს ტოტალური, ანუ პირობითად შეერთებული შტატების მხრიდან მოხდეს მარტო. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტიპის ტექნოლოგიის მიწოდება მოხდება რუსეთში, ცხადია, შეერთებულ შტატებს ესმით, რომ იგივე მაღალტექნოლოგიური ჩიპების და ასე შემდეგ შეზღუდვა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მაინც გვერდისავლით ჩინეთის და რიგი სხვა ქვეყნის ეს მაინც ხდება რუსეთში. და ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან მართლაც მცირე იყო ყოველთვის რუსეთის და არსებითი არ არის. ევროპული სანქციები დარჩება დღის წესრიგში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ გამიჯნულია ევროპა და შეერთებული შტატები. შეერთებული შტატები ცდილობს მოდერატორის როლის შესრულებას. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თუ ამას რაციონალური მიზეზების
ოგნას ვეცდებით ვიპოვოთ ეს მიზეზები, იმიტომ რომ ცოტა რთულია ტრამპის პირობებში რაციონალიზმის კუთხით შეხედა. პირიქით ის ამბობს, რომ მე რაციონალურად უყურებ, ისე კი არა რომ რაღაცა ეს ასე ჩვენ ამბობს საერთაშორისო სამართალი, ყველაფერი წესები გასაგებია, მაგრამ მე უყურებ პრაგმატულად ის ამბობს. ვერ ხდება ვერ ხდება, თქვა, ახლა რომ შევხედოთ ეს ვერ ხდება ამ ომის დასრულება, ვერ იგებს ერთ ერთი მხარე, ამიტომ ორივე მხარე რაღაცა დათმოს. დახეთ ეს ამბობს რომ ეს არის რაციონალური მიდგომა, ხო? ხო, პრაგმატული და რაციონალური სხვადასხვა არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ შენი მიზანი არის უბრალოდ რომ მიაღწიო მშვიდობას, მაშინ ირანთანაც და ჰეზბოლაჰთანაც და სხვებთანაც ზუსტად იგივე პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, მაგრამ რატომღაც არ აწარმოებს ამ პოლიტიკას ტრამპი და ბომბავს და საკმაოდ აქტიურად და პირდაპირ ომით ემუქრება მშვიდობის ყოფილი ზროს რო ასრულებს. სხვაგან ომით ემუქრება ირანს, სადაც სწორად შვება, იმიტომ რომ ბირთვული საკითხის პრობლემა დგას და აქ როცა ბირთვული ასევე პრობლემა დგას, მათ შორის ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის, ტრამპი რაღაც მარტო მშვიდობის ყოფილი გამოდის. თუმცა რაციონალური მიმართულებით სავარაუდოდ შეიძლება შეერთებულ შტატებს სურდეს თავისი ძალის კონცენტრაცია სწორედ ახლო აღმოსავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე პროცესი. გუშინ პუტინმა მოახდინა რატიფიცირება ირანთან მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების დასრულებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი და ირანი უკვე არიან ოფიციალურად მოკავშირეები, რუსეთი და ჩინეთიც. შესაბამისად, ჩვენ რომ ქართული ოცნება რომ თანამშრომლობს ირანთან და ჩინეთთან, პრაქტიკულად რუსეთთან თანამშრომლობს, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი რა არის? ტრამპი რუსეთთან ვაჭრობს ირანის საკითხზეც. და შესაძლოა უკრაინის მეშვეობითაც ვაჭრობს, იმიტომ რომ ვაჭარი არის და რეალურად ვაჭრობს იმით, რომ ირანს არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი. თუ გახსოვთ, მერაბ, როცა ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკები გაიმართა, ერთ-ერთი საკითხი უკრაინასთან ერთად იყო ირანი და მან დააყენა საკითხი, რომ ირანს არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს ესმით, რომ რუსეთს შეუძლია ირანს გადასცეს ბირთვული ტექნოლოგიები და მათ შორის შეუძლია გადასცეს ბალისტიკური ტექნოლოგიები. დღეს საკმაოდ სუსტი აქვს ირანს ისიც და მეორეც. შესაბამისად, საფრთხე არის, იმიტომ რომ იქ არის ისრაელის საკითხი, იქ არის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის რეალური შესაძლებლობა. რამდენიმე კვირაში ამის შესახებ დღეს მაგატეს ხელმძღვანელმა გროსიმ პირდაპირ თქვა, რომ ურანის გამდიდრების მაჩვენებელი იმდენად მაღალი არის ირანში, რომ შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში შექმნან ბირთვული იარაღი, ამიტომ შეერთებული შტატები შიშობს, რომ რუსეთი შეიძლება ამის მეშვეობით იყოს მთავარი მხარდამჭერი ირანის ისრაელის წინააღმდეგ ქმედებების და ამიტომ იმ ფლანგზე, აი ამ დიდი პროცესის დაპირისპირების ავტორიტარულ სისტემებთან შესაძლოა აწყობდეს, რომ გარკვეული დათმობებზე წავიდეს. თუნდაც შეიძლება დათმობები იყოს შეერთებული შტატების მხრიდან, რასაც აკეთებს და თქვას, რომ ევროპაზე არ არის პასუხისმგებელი და არ არის ნამდვილად. და ზუსტად ეს გამოდის, რომ ევროპა ცალკე სუბიექტად გამოდის და ტრამპი იმ პროცესს ემიჯნება, სანამ რეალურად ავიამზიდების სამი ჯგუფი არის კონცენტრირებული ირანის საზღვრებთან, მოლაპარაკებები იცით, რომ ყოველკვირეულად მიმდინარეობს და პრაქტიკულად დიეგო გარსიაზე ინდოეთის ოკეანეში არის მობილიზებული ბიოლის სპირით დარტყმითი შესაძლებლობები, ისრაელთან აწარმოებენ წვრთნებს ირანზე თავდასხმის, ანუ რეალურად ხდება იქ ზეწოლა და ერთდროულად მიღწევა შეთანხმების, რომ ბირთვული პროგრამა გაჩერდეს. ანუ სანამ ის საკითხი არ მოგვარდება, შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული რჩება ის, იმიტომ რომ იქ დგას ისრაელის პირდაპირ გაგებით ბირთვული განადგურების რეალური საფრთხე და ისრაელი არის მთელი ახლო აღმოსავლეთის თვის ამერიკის მთავარი პლაცდარმი, რომ იქ იყოს სტაბილიზება მდგომარეობის. ისრაელის გარეშე იქ წარმოუდგენელი პროცესები განვითარდება. ისლამიზმის ის ტალღა, რომელიც შეიძლება მივიღოთ ახლო აღმოსავლეთში, თუ იქ არ იქნება ისრაელის შუაში ახლო აღმოსავლეთის, რომელიც გარკვეულწილად აბალანსებს აი ამ პროცესებს. იქ არის თურქეთის საკითხით საკმაოდ რთული, სადაც ერდოღანი დღეს ამ პროცესებს მიმართავს. მოკლედ, ბევრი საკითხი არის და სამწუხაროდ უკრაინა ამ პროცესში დღეს იმყოფება რთულ ვითარებაში, თუმცა გათვლა იმისა, რომ ევროპა გახდება უფრო სუვერენული და მოახდენს უკრაინის მხარდაჭერას, ამ პირობებში მე ვფიქრობ, რომ კიდე რამდენიმე მიმართულებაა საჭირო. სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, ანუ შესაძლებელია მთელი რესურსების დასავლური ცივილიზაციიდან ჩართვა, სანამ შეერთებული შტატები ირანის საკითხს მოაგვარებს და დაბრუნდება მერე სხვაგვარად უკვე უკრაინის თემაზე. კი ბატონო, საბოლოო ჯამში მე როგორც ხვდები, შევაჯამოთ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ტრამპი ადგება და ხელებს დაიბანს ამ პროცესიდან და იტყვის, რომ გავდივარ.
იმიტომ რომ არც უკრაინა დათანხმდება ამას, არ ვიცი რუსეთი რას ფიქრობს ამ გეგმაზე, ჯერ მათი პოზიცია უცნობია. შესაძლოა დროებით უკრაინის საკითხიდან გამოვიდეს, ირანის საკითხი არის დღეს მთავარი, თუმცა არ უნდა დაგვეწესო კიდევ ერთი საკითხი არის, ეს არის ტაივანის საკითხი კონკრეტული და ჩინეთთან დაპირისპირების საკითხი. მათ შორის ახლა მოწრფნები იყო ფილიპინებთან ერთად და ჩინეთს სერიოზული განგაში ჰქონდა მაგაზე ატეხილი, რომ ფილიპინები პრაქტიკულად იქვე არის საზღვართან ჩინეთის და ანუ იქაც სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ შეერთებული შტატები პრაქტიკულად ევროპას ეუბნება ასეთ რაღაცას. მე ჩინეთთან მაქვს სერიოზული მიმართულება და პრობლემები, ირანის და ისრაელის საკითხებსაც მე ვაგვარებ, ამიტომ უკრაინის საკითხი კეთილი ინებეთ და საკმარისი შესაძლებლობა გაგაჩნიათ, რომ იყოთ სუბიექტი და უკრაინის საკითხი აიღოთ თქვენ თავზე. ეს ჩვენთვის არის პოზიტიური, იმიტომ რომ თუ ევროპა ამას გააკეთებს და შეუძლია, მაშინ ევროპა გახდება სუბიექტი და ჩვენ ამ სუბიექტის ნაწილი უნდა გავხდეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროპის ნაწილი უნდა ვიყოთ ჩვენ. შეერთებული შტატები მხოლოდ ჩვენი მოკავშირე შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენი მომავალი არის ევროპულ ოჯახში და თუ ევროპული ოჯახი სუსტი იქნება, როგორც სამწუხაროდ დღეს არის, მათ შორის ქართული ოცნების მიმართულებითაც, მაშინ რა თქმა უნდა შედეგი ვერ გვექნება. უნდა გაძლიერდეს ევროპული სტრუქტურა იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს. მადლობა დედი, გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ გვეყოლება ასევე საინტერესო სტუმარი, ზვია ცეცხლაძის მამა, ისიც ზვია ცეცხლაძე დაკავებულია ამ აქციებთან დაკავშირებით და მისი მამა ზურაბ ცეცხლაძე იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც დიდი ხანია იბრძვის შვილის თავისუფლებისთვის და არა მხოლოდ შვილის თავისუფლებისთვის, ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში მასთან ერთად ეთერში.